საღამო მშვიდობისა ეთერშია ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე გადაცემის წამყვანი ვასიკო ოდიშვილი გაახლავთ. ხო, მწვავე ოცნების დებო. გუშინდელი გადაცემის შემდეგ მწვავედ გამაკრიტიკეთ მთელი გადაცემა ბიძინაჩვენის კრიტიკას მიუძღვნაო. არ მინდოდა დღესაც გაგეკრიტიკებინეთ, მაგრამ მოგიწევთ, რადგან ისევ ბიძინაჩემზე მომიწევს საუბარი. რა ვქნა, ამ ქვეყანაში მგონი სხვა არავინ მუშაობს. მესამე სექტორი ბიძინა ივანიშვილისგან თავდატეხილ კრიტიკას ასეხსნის. ჩვენგან კრიტიკა არ მოეწონაო. უცედა რატომ მოეწონებოდა კრიტიკა, ჰა? თქვენ ხომ მოგეწონათ ეხა რას ამბობთ? თავრობაზე დიდი არასამთავრობოები რო არიან. არასამთავრობოები არა, პიროვნებები, ლომჯარია, გიგაური, კოჟორიძე, ჩვენ საინტერესო კვლევას დავდებთ მათზე და ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს. თვითონ მათზე გვაქვს ძალიან ბევრი კითხვები. ალბათ არ მოწონს რომ ჩვენ ვსაუბრობთ ტენდერებზე და ზოგიერთი პოლიტიკოსის ინტერესებზე ამ სახელმწიფო ტენდერებში. მე ვფიქრობ რომ დღეს არასამთავრობო სექტორის კრიტიკა ეს არის ხელისუფლების ინტერესში და არა რომელიმე სამოქალაქო ორგანიზაციის ინტერესში. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც არ არის კმაყოფილი იმ კრიტიკით და იმ საქმიანობით, რასაც ჩვენ ვეწევით ამჟამად. უყურე ახლა ამათ უყურეთ. დიდი ამბავი, ახლა თქვენი საქმიანობას თუ შეისწავლა ვინმე და თქვენს გაგაკრიტიკათ. და მოიცაკაცო, ხე ბიძინა ჩემი ვინმეა? რაო? თქვენ კაი ხალხო კაცო. მაგან საჯაროდ განაცხადა ნიცშეს გაკრიტიკებას ვაპირებოდ ახლა. ამაზე ნიცშეს არა მოუღია ხმა და თქვენ ვიხართ ასეთები. მით უმეტეს ახლა თვითონ თქვენ სხვების კრიტიკის მეც რას აკეთებთ ერთი ხან? რაო? თქვენ ხელისუფლებას აკრიტიკებთ და ხელისუფლებასთან კიდევ ბიძინაჩემი რაშუაშია? ხო, ახლა ნაწილობრივ მართლები ხართ ახლა. ბიძინაჩემი ხელისუფლებაში აღარ არის, მაგრამ სამაგეროდ ხელისუფლება შვილივით უყვარს. ო, პრემიერობაში ყავს იქ და იმიტომ. აბა ერთი თქვენ ყავდეთ ახლა ხელისუფლებაში, თქვენს ხელში გაზრდილი არასამთავრობო ვიჩი. თუ არ გეყარებოდათ ხელისუფლება. განსაკუთრებით მაშინ თუ ის არასამთავრობო ვიჩი იმ ხელისუფლებაში მარტო ლირივით ყველა ნათესავისგან მიტოვებული დარჩებოდა. აბა გრძელდება ფარული რაო სერგო? რა შეკითხვები დაგისვაგაც ხო არ გაგიჟდა? საერთოდ არ მაინტერესებს რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანს. გრძელდება სერგო არც ის მაინტერესებს ტანსაცმელს აკიდულობ თუ უცხოეთში. ბიჭო არც ის ეხლა დედა უფრო გიყვარს თუ მამა? რა შეკითხვები აგიტყდა კაცო? მაცადე რა გადაცემის საყვარა. გიჟია ეს რაღაც. თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი საკონკურსო საატესტაციო კომისიის გასაუბრების დროს ფარულ ჩაწერას ახორციელებდა. მერიის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიის გასაუბრებაზე მომხდარ ინციდენტს თბილისის მერია ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილად მიიჩნევს და სამართალდამცავ უწყებებს მომხდარის დეტალურად შესწავლისა და რეაგირების მოთხოვნით მიმართავს. როგორც სპეციალურ ბრიფინგზე მერიის პრესპიკერმა განაცხადა, გასაუბრების პროცესში კახაბერ ბუსკივაძე დასმულ შეკითხვებს არ პასუხობდა და პროვოკაციულად მოქმედებდა. გასაუბრების დასრულებისას კი მან ოთახი არ დატოვა და დაჟინებით ითხოვდა მისთვის დამატებით დაესვათ შეკითხვები. რა ვიდეო გაიმაზა კაცო? თორემ ხო შეიძლება ახლა გამოსულიყო მე ზურაბ ჯაფარიძე და ისე თქვა, ზეწოლო ამერის თანამშრომლებზე, რატომ უსვამენ ამდენ შეკითხვას? კახა ბუსკივაძეა, ალბერტ აინშტაინი კი არაო. მაგრამ ისე ახლა კაცმა რომ თქვას ეს გასაუბრებაც პრინციპში ახლა რა ჩასაწერი იყო ნედავი, ჰა? მივხვდი კაცო. შეიძლება კასრიდან კასხში გადაქონდათ შემორჩენილი ფარული მასალები ნაციონალებს და ცოტა დააკლდათ, ხო? ხო და ეხლა პკე რომ არ მოეკიდებინა და არ გაფუჭებულიყო, უნდათ ახალიც დაემატებინა ზემოდან. მაგრამ ეხლა ისე იქნებ ნაციონალები არც არაფერშუაში არიან. იქნებ უბრალოდ ერუდიტია ეხლა კახა ბუსკივაძე და უნდათ რომ ეხლა რაც შეიძლება მეტი შეკითხვა დაესვათ მისთვის. ან ისა თბილად იჯდა სავარძელში და გარეთ გასვლა ეს იკვდილებოდა. რა ვიცი. ხანდახან მგონია რომ ძველი დრო დაბრუნდა და ყველაფერი ფარულად იწერება. აი ახლაც ახლა ხომ შეიძლება მე რომ აქ რაღაცებს ლაპარაკობ სერგო თავისი საათით, ყველაფერს ფარულად იწერდეს, ჰა? მოიცა? სერგო, მოიხსენი საათი? მოიხსენი აკლავე საათი? უყურე ამაში. რა? არა, კამერა იყოს, არ მიშლის. თავარია ფარული ჩანაწერი არ ერქვას ახლა და ნაცებს რამის თქმის საფუძველი არ მისცეს თორე ხა. რასაც ლაპარაკობ ხა, კამერის წინ ვიტყვი თუ კამერიანის საათის წინ ერთი არ არის კაცო. ბიძინაჩემი არავის საქმეში არ ერევა. დიახ, როგორ შეიძლება ახლა მთავრობის საქმეში ერეოდეს ადამიანი, რომელიც 1 საათიან ინტერვიუში იმაზე ლაპარაკობს თუ როგორ უნდა მოიქცეს მთავრობა. არა კაცო, მე ასეთი კაცისგან არაფერში ჩარევას არ დავიჯერებ. მით უმეტეს მთავრობის საქმეში. ბატონ ბიძინა ძალიან ალალად და მკაფიოდ წარმოაჩენს ხოლმე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მუდმივად რჩება ერთგვარად პოლიტიკურად მოტივირებული მოსაზრება, რომ ბატონ ბიძინა არაფორმალურად მართავს გარკვეულ პროცესებს, რაც რეალობას არ შეესაბამება და მე ყველას ურჩევ, რომ
ბატონი მიძინა რასაც საუბრობს ის მოისმინონ და მიიღონ ის რეალობა. ირაკლი. ახლა შეიძლება პირადად შენ არ გერევა ბიძინაჩემის საქმეში, მაგრამ თვითონ ბიძინაჩემი რომ გერევა ვიღაცაში, ეგ კი ფაქტია. არავის საქმეში რომ არ ერევა, ეგ არის ზაქარია ქუცნაშვილი და მაქსიმუმ ზვიად კვაჭანტირაძე თორემ ახლა. ბიძინაჩემს რასაც ვუყურებ, ნახევარ თუთაშხია გამოდის ეგ, ხო, უფრო. ანუ ახლა შეიძლება ვიღაცების საქმეში ჩაერიოს, მაგრამ ნუ რა ვინ უჩაერება მის საქმეში. ხო და ამიტომ ახლა ნუ ჩაერებით იმ საქმეში, რომ ის ერევა თქვენს საქმეში და ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ ერთ დღეს ღარიბაშვილის სანათესაო მიხვდება, რომ რატომღაც უნდა წაავიდეს. მერე თქვენ მიხვდებით, რომ პრეზიდენტი ის კაცია. მერე ნარმანია მიხვდება, რომ პანორამა თბილისი ერთადერთი იდეალური პროექტია მთელს ანდრომედას ნისლეულში და ასე. თორემ ახლა ბიძინაჩემი არცად არ ყოფს სხვირს. მოქალაქეა ბოლო-ბოლო ახლა პიკასოს ნახატი კი არ არის, რომ ის ვერ გაარკვიოს ახლა ცხვირი სადა აქვს. კონკრეტულ ნაცს ეკითხებიან, მერიაში ეს გასაუბრება რა ფარული ჩანაწერი იყო და კონკრეტული ნაცი კიდევ პასუხობს, ბიჭო, ბევრი კი არაფერი, პროსტა ლომკა გვაქვს და ნელ-ნელა ვაგდებთ. ირაკლი სესიაშვილი ამბობს, ტყუილია თითქოს ბატონი ბიძინა ამ ყველაფერში ერევა. ბატონმა ბიძინამ უბრალოდ ეს ყველაფერი შექმნა და დაისვენა. მოკლედ ქართული ოცნების ახალმა აღმასრულებელმა მდივანმა მოსვლიდან 2 დღეში პარტია უკვე ისე მოაძლიერა, რომ აღარ იცის ახლა იქ რა აკეთოს და სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე გადავიდა. ვაუ! ბიძინა ივანიშვილის შეფასებებს ასევე გამოეხმაურა ქართული ოცნების ახალი აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძეს მიზანშეწონილად მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების საქმიანობაზე ჩატარებული კვლევა. ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ ქონდა ასეთი კონსულტაციები, თუმცა მისი კონსულტაციები ზოგადად ძალიან ღირებული იქნება და თუ ასეთი ასე ვთქვათ საათყოფნა იქნება დიდი სიამოვნებით. არასამთავრობო სექტორში ისევე როგორც ყველა სხვა სეგმენტში საზოგადოებისა არის სირთულეები, დაწყებული კვალიფიკაციის პრობლემით, დამთავრებული დავუშვათ პატიოსნების კუთხითაც. აჰა, არასამთავრობო სექტორშიც არის კვალიფიკაციისა და პატიოსნების პრობლემები და გაჯანსაღებაა საჭირო. ამისთვის კი რა არის საჭირო? პირველ რიგში კარგი არასამთავრობო ორგანიზაციების ცუდი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან გამორჩევა. ირაკლი კობახიძემაც იმიქრა ახლა, კარგს თუ კარგი არ უწოდე, ავს სახელად რა დავარქვაო და ყველაფერს კარგი უწოდა. რასაც ყველაზე კარგმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კარგი უწოდა და პირიქით. არა და კაცო, აქამდე როგორ გვიჭირდა ქართველებს ერთმანეთის გატანა და ერთმანეთის ნათქვამზე კვერის დააკვრა. განსაკუთრებით ბიძინაჩემს ვინ უკრავდა კვერს კაც? ერთადერთი პრემიეროვიჩი. კიდევ ხა სუბარი, კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტი, მანანა კობახიძე, სესიაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობა, შესაბამისად პარტია და კოალიცია და კიდევ ვიღაცები, მაგრამ სულ სხვა ვისგანაც არ ელოდები ის რომ დაგიკრავს კვერს. აბა ეხა ვინ იფიქრებდა რომ პარტია ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს მოიწონებდა? ვინ იფიქრებდა? ეს კიდევ ახლა იმისთვისაც კი არის მზად ბიძინაჩემს შემდგომ დახვეწასა და განვითარებაში დაეხმაროს. ურა იყო ხო თქვა ახლა კონსულტაციებისთვის სიამოვნებით შევხვდები. მინდა გამოგიტყდეთ რომ ხილვა მქონდა. თითქოს ზეცა გაიხსნა. იქიდან 2 თავიანი არწივი გამოფრინდა. ერთი თავით ბორჯომს და ქართულ ღვინოს სვამდა, მეორე თავით მავთულხლართებს გვიგებდა და ტერიტორიებს გვართმევდა. ოღონდ ვერაფრით ვიჯერედი რომ ტერიტორიის წართმევა მის ინტერესებში შედიოდა. და მგონი ეს ჩემი ხილვა თამარ ბერუჩაშვილმა ახსნა. საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ბაზარს მახედ მიიჩნევს. მინისტრმა რუსეთის ბაზარს ძალიან არაპროგნოზირებადი უწოდა. ახლა დროებით ვაჩერებთ რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე ამ დიალოგს. მას აზრი არ აქვს. რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია ისევ ამოქმედოს ემბარგო, აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა. ვაი, მე არა. მას სად არის კაცო რუსეთთან დალაგებული ურთიერთობა? სად არის აღდგენილი მეგობრობა და სად არის მეორე რუსეთი, კეთილი და ერთმორწმული? ამისთვის ჩამოვიდა ლეფსი და წავიდა ნინო ჩხეიძე? ოსა, აღარ გჯერათ ეხლა მაგით რო არსებობს კაცო? ვაიმე ბიძინაჩემო, თავზე გვექცევა ეროვნული წარმოება, შენ მაინც ამოიღე ხმა და უთხარი ბერუჩაშვილს რომ რუსეთი მაღი არ არის და რომ რუსული ბაზარია ხსნა ქართული ეკონომიკის. კაცო, მივცეთ კიდევ ერთი შანსი და ტერიტორიის 10-15% იქნება დაგვიფასო კეთილმეზობლური დამოკიდებულება და მთელი რუსეთი ქართული ღვინით ისე დაათრეს პახმელიაზე მთელი ბორჯომის მარაგი და გვილიონ. იყო და არა იყო რა. ბიძინას უკეთესი რა იქნებოდა? იყო ერთი მოწყენილი პრეზიდენტი. მოწყენილი პრეზიდენტი ძლივს გამხიარულდა, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა დაენიშნა. კასრიდან გადმოვიდა და კომპეტენტური ადამიანების ძებნა დაიწყო. ფარნით ხელში.
ვინ შეცვლის კოტე კუბლაშვილს უზენაესის სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შესარჩევად პრეზიდენტი ახალი ინიციატივით გამოდის. პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი ამჯერად სასამართლოს სფეროში კომპეტენტურ პირებს მიმართავს და სთხოვს კანდიდატურები 9 თებერვლამდე წარმოადგინონ. აი ბიძინა ჩემო ეხლა ნაცების მართლობაზე კი არა. უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის კონსულტაციებზე უნდა გადაიღო კაი 200 სერიანი ფილმი. მაგრამ მაგ შემთხვევაში ეხლა მარგველა უნდა იყოს მთავარ როლში და ეხო არ გამოვაგაცა. სერიალი იქით იყოს და ეხლა როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს თავმჯდომარის არჩევა, ჰა? ამდენი დემოკრატიაც არ შეიძლება კაცო. არ ვართ მიჩვეულები და ცოტა გვიკვირს ხო? ისა მართლა რა უბედურებაა მარგველა ჩემო ეს, ჰა? რატო უნდა ბიჭო ამას ამდენი ალიაკოთი? გადახედეთ სოლის ნათესავებს, შენს ნათესავებს. აი მაგას ვართ მიჩვეულები და იმიტომ. თან მე ეხლა ბიძინა ჩემის დოკუმენტურ ფილმშიც მოხვდები. აბა ეხლა პრემიეროვიჩი ხო არ მოხვდება? უკრაინის იუსტიციის მინისტრს ეკითხებიან, თეატრულუკიანს რატომ არ ხვდებიო? და მინისტრი კიდევ პასუხობს, ეგრე კვიტაშვილი და ზღუდაძეც შესახვედრად ჩამოვიდნენ თავიდან და აჰაო. ირაკლი კობახიძეს ეკითხებიან, მართლა გაინტერესებს ბიზნეს დოკუმენტური ფილმებიო? და კობახიძე კიდევ პასუხობს, მაინტერესებს რომელია? ნეტავ დამსვა და სულ მაგას მაყურებინაო. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.